ანა მარია კამულაძე პირველი საჯარო სკოლის მე-10 კლასელი დეკლამატორთა კონკურსის გამარჯვებულია. შესისხლოდ ჩემო მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში გაიმართა და მასში რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. დეკლამატორთა კონკურსის ჟიურის გადაწყვეტილება ზესტაფონელი გოგონასთვის მეორე გამარჯვებაა. ამავე კონკურსის შარშანაც უპირობო ლიდერი იყო, წლევანდელი წარმატებით კი ანა მარიამ ფაქტიურად დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ დეკლამატორთა კონკურსში მეორე ადგილი ასევე ზესტაფონელმა გიორგი ბოგვერაძემ დაიკავა. პარალელურად საჩხერეში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსიც. სხვათა შორის არ ველოდებოდი პირველი ადგილის აღებას. იმიტომ რომ წინა კონკურსისგან განსხვავებით ამ კონკურსში კონკურენცია უფრო მაღალი იყო. იმიტომ რომ ბავშვები თითქოს იქ მიციყვნენ, ჯერ რიცხობრივად უფრო მეტნი იყვნენ, თან უფრო მობილიზებულები იყვნენ და დეკლამატორები ყავდათ ძალიან მართლა რომ გაგიჭირდება რომ აარჩიო იქიდან საუკეთესო მართლა ძალიან კარგი ბავშვები იყვნენ. ჩართულობაც მაღალი ჰქონდათ ამ ბავშვებს და აქედან გამომდინარე მოლოდინი იმის რომ პირველ ადგილს ავიღებდი არ მქონია არც შარშან და არც წელს. თუმცა არ ვიცი რა დამემართა სიმართლე გითხრათ, უბრალოდ ეთყობა ძალიან შევედი ემოციაში და ამ ემოციამ გადაძალა ეს ყველაფერი და ვთვლი რომ უბრალოდ ამის დამსახურებაა, უბრალოდ მე ვთქვი ჩემი სათქმელი თქვი ის მართალი სიტყვა რომლის თქმას მინდოდა და ალბათ ეს იყო რამაც მე პირველი ადგილი მომიტანა და ვთვლი რომ არა მარტო მე, არამედ სხვასაც რომ ესე გაეკეთებინა და მართლა გულწრფელი მართალი სიტყვა ეთქვა და რაღაც ბუნებრივი ყოფილიყო, ვთვლი რომ ისინიც აიღებდნენ პირველ ადგილს და გაინაწილებდნენ სხვა ჯილდოებსაც. ზრდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სულიერი მასაზრდოებელია ჩემთვის, როგორც თეატრი, ასევე ლექსები. ძალიან მომწონს, რომ ვკითხულობ მართლა მშვიდდები და ძალიან თავისუფლად ვარ, რომ ვკითხულობ ლექსს, მგონია რომ ყველაფერი მავიწყდება და რაც შეეხება როდის აღმოაჩინე ესეთი აღმოჩენა არასოდეს არ გამიკეთებია, უბრალოდ ყველაფერი რაღაც ძალიან შემთხვევით მოხდა შარშანაც და წელსაც, უბრალოდ შარშან ძალიან შემთხვევით მოხდი წელსაც რაღაცა და თურმე ესე შემთხვევით, როდესაც ნაბიჯებს გადადგავ, აღმოჩნდება და აღმოაჩენ იმ ნიჭს და შესაძლებლობებს, რომლებიც გააქვს. ეს იყო უბრალოდ შემთხვევითობა, თორემ ახლო კავშირს ისე ლექსებთან სულ გრძნობდი სკოლაშიც, როცა პატარა ვიყავი. ძალიან მომშვიდებს და სიამოვნებს უბრალოდ რასაც ვაკეთებ. ვთვლი რომ დამეხმარება ბევრ რამეში, დამეხმარება იმაში, რომ მოუძებნო ჩემი თავისუფალი სივრცე, რაც არის ჩემი ფანტაზია და გონება და ამას ავითარებს ლექსების კითხვა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში და როდესაც ლექსს ვკითხულობ წერილის დაწერილ სიტყვებში, ჩემს გონებაში, როგორც მე მიმაჩნია სწორად, წარმოვიდგენ იმას თუ რატომ ამბობდა ამას, რისთვის ამბობდა და როგორ ამბობდა, რისი თქმა უნდა რა მდგომარეობაში წერდა ამას. ამის წარმოდგენა მეხმარება სიმშვიდეში, როგორც აღმოჩნდა უკვე გამარჯვებაში და წინსვლაში და ამასთან ერთად არის ჩემი თავისუფალი სივრცე და ვთვლი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.